ეს არის სიხარულის ხვის მწუხარებასაც ოთარკილაძეს აქვს შესანიშნავი ლექსი შენ რატომ უნდა გეძინოს მშვიდად თუ კი მე ვწევარ სისხლის ხუბეში ან პირიქით რატომ უნდა გეძინოს ცუდად თუ მე რაღაცით ვარ ბედნიერი ასე გამოჩნდა დღეს ჩვენ საზოგადოებაში საოცრად სიხარული იმის გამო რომ დაგვაც სანქცირეს ჩვენ ორი ტელევიზია ჩვენი ტელევიზია ჩვენს სამშობლოში არ გავმიჯნავ, ეხლა არანაირ კეთილშობილებაზე განსაკუთრებულზე თავს არ ვდებ, მაგრამ წარმოუდგენლად მეჩვენება, რომ მივცე ჩემ თავს უფლება, ჩემს კოლეგებზე, ჩემს თანამემამულეებზე, წერო ასეთი სიტყვები, იმედში ხალხნო მუშაობენ ახალგაზრდები. შესაძლებელია, რომ ამ ახალგაზრდების სიკვდილი ისურვოთ, ამოწყვეტა ისურვოთ, წამება ისურვოთ, დაწვა ისურვოთ, როგორ შეგვიძლია ჩვენ საქართველოში ერთმანეთის შვილების დაღუპვა და საფლავის ქვებზე ვწეროთ. ეს წარმოუდგენელია, ეს არის სახის დაკარგვა, ეს არის ზნეობის დაკარგვა. ელი რომ ქართველს ესვრის საქართველო დამარცხდება, ქართველი რომ ტყვიას ესვრის ტყვია ქართველს არაცდება. გააცნობიერეთ, ეს ჩვენი შვილები არიან, ჩვენი მომავალია, ჩვენ ერთად უნდა ვიცხოვროთ. ჩვენ გვყავს შვილები. ჩვენ გვყავს შვილები და შვილიშვილები, იმათ დახვდებათ ეს ყველაფერი, რას ვუტოვებთ იმათ?